სალამი მეგობრებო, დღეს ვისაუბრებ ბრაზზე, ბრაზის განცდა. საერთოდ რა არის ეს ბრაზი, საიდან მოდის, რა შემიძლია გავაკეთო, რა კითხვები შემიძლია დავსვა და რა განსხვავება ბრაზსა და გაღიზიანებას შორის. რამდენი წლისაც ვარ, იმდენი წელი მე მაგაში მაქვს გატარებული, რომ გამუდმებით დიდი ბრაზი მაწუხებს, გამუდმებით ყველაფერი მაღიზიანებს და თითქოს სამყაროზე ვარ გაბრაზებული. ყველაფერი ადამიანებში თუ საგნებში თუ მოცემულობებში შემიძლია ვიპოვო მიზეზი, რაც გამაბრაზებს და რაც გამაღიზიანებს. და რეალურად რომ მკითხო იმ მომენტში რა არის ამ ყველაფრის მიზეზი, ჩემი წარმოსახვით ფაქტებს გეტყვი, მაგრამ ამის უკან რა დგას, იმის ამოცნობა უკვე აღარ შემიძლია. ძალიან საინტერესოა და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი კითხვები დავსვათ, საერთოდ რა არის ბრაზი, რატო ვერ თავისუფლდები ამ ბრაზისგან, ან რა არის სწორი განთავისუფლება ბრაზისგან, რა რომელი უფრო მართებული არის და რომელი უფრო ჯანსაღი არის. გამოვიტანო ეს ყველაფერი გარეთ, იყოს უბრალოდ პრაქტიკები, რომლებიც მეხმარებიან აი ამ ბრაზის გამოფრქვევაში, თუ რეალურად დავსვა ის კითხვები, თუ საიდან ჩდება ბრაზი, მოვახდინო ბრაზის გაცნობიერება და ჩემშივე განვიცადო, რადგან შეიძლება არც არასდროს შემოსულა ბრაზი გარედან და რაც გარედან არ არის შემოსული, ის არ შემიძლია მე რომ გარეთ გავუშვა. რაც ჩემში აღიძვრება, ჩემშივე უნდა განიცადოს. მაგალითად, რა ქრისტეს სწავლებაშიც ხო არის ეგ, რაც ჩემში ხვდება პირიდან ის კი არ მავნებს, არამედ ჩემი პირიდან რაც გამოდის ეგ მავნებს. და ეგ არის დამაზიანებელი და შესაბამისად ეს შეგვიძლია ესეც გავიგოთ, რომ ჩემში რაც მგონია რომ გარედან შემოდის, ეგ არ არის დამაზიანებელი, მაგრამ ჩემში რაც იბადება და ჩემიდან რაც გარეთ გამაქვს, ძალიან დიდი ყურადღებაა საჭირო. ჩემიდან რა სიტყვები ამოდის, ჩემიდან რა ემოცია ამოდის, ჩემიდან რა მოქმედებები ხორციელდება. ეს რამდენად დამაზიანებელი შეიძლება იყოს ჩემთვის ან ჩემს გარშემო მყოფი ადამიანებისთვის. და ეს ყველაზე მძაფრად ყოველ როგორც წესი გამოიხატება ბრაზში და ეს ბრაზი არის იმაზე ბევრად ძლიერი, ვიდრე საკუთარი ძალაა და მე ეს ყველაფერი ცვლის ჩემს ქმედებებს, აღქმებს, ურთიერთობებს, საკუთარ თავთანაც და სხვებთანაც. და აი ამ ბოლო პერიოდში ყველაზე კარგი ახსნა, რაც გამიგია ბრაზთან მიმართებაში, მაგას გაგიზიარებთ. ბევრნაირი კუთხიდან შევხედავთ ბრაზს, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში ესეთი ახსნა მომეწონა რა. ბრაზი არის ემოციური ინტოქსიკაცია. და ეხლა ეს რას ნიშნავს რა? აი როგორც ალკოჰოლისგან შემიძლია ინტოქსიკაცია მქონდეს, რაც სიმთვრალეში შეიძლება გამოიხატოს, ზუსტად იგივენაირად ბრაზიც უკვე გამოხატულებაა. ანუ ინტოქსიკაცია დადგა, ემოციური, გამოიხატა ბრაზში, ისე როგორც სიმთვრალე გამოიხატა დალევის შედეგად. და ეხლა ეს რას ნიშნავს რა? როგორც წესი მე არ ვიცნობ ჩემს ემოციებს, რომ მკითხო რას გრძნობ, შეიძლება ისტორიების მოყოლაში გადავიდე, დღევანდელი დილა მოგიყვე, შუადღე მოგიყვე, ადამიანების უშუალო გამოხატულება მოგიყვე, მაგრამ ეს ემოციაში ვერ დავრჩები რა. ამიტომაც ძალიან პირველ ეტაპზე საჭიროა გავიაზრო, რომ მე არ ვიცნობ ჩემს ემოციებს. ჩემში გამუდმებით სულ რაღაც პროცესები ხდება, რის მიმართაც ცნობიერი ვერ ვარ. და ბევრნაირი ემოცია გროვდება ჩემს როგორც ემოციურ სხეულში, ისე ფიზიკურ სხეულში. რისი განცდაც ფიზიკურად არ ხდება. და ბევრი განუცდელი ემოცია იწვევს ინტოქსიკაციას, რასაც არქმევენ ბრაზს. ზუსტად იგივენაირად, რომ მიღებული ალკოჰოლი, რომელიც ჩემს ორგანიზმში ჩაედინება, ეს ბევრი ალკოჰოლი, რომელიც ვერ გადამუშავდება და იწყება ქიმიურ დონეზე სხეულის მოწამვლა და ინტოქსიკაცია, ზუსტად იგივენაირად დგება ემოციური ინტოქსიკაცია განუცდელი ემოციების შედეგად. ამიტომ მე, როდესაც ბრაზზე ვსაუბრობ, მე მჭირდება ჯერ დავინახო, საერთოდ რა ხდება ჩემში, რა ფიქრების დონეზე გონებაში რა ხდება, სად ხდება ეს ემოციები საერთოდ, როგორ განიცდება, სხეულში განიცდება, გრძნობ, მე შემიძლია რომ დავარქვა ამ ემოციას ჯერ თავისი სახელი და შემდეგ ამოვიცნო ეს ემოცია სხეულში. ამისთვის სჭირდება რომ საკუთარ თავს ვიცნობდე. ანუ რეალურად ბრაზი ასევე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკუთარი თავის არცოდნის გამოხატულება არის. სხვაში დამნაშავის ძებნის გამოხატულება არის ბრაზი. და აქვე შეგვიძლია შემოვიყვანოთ გაღიზიანებაც და გავაკეთოთ განსხვავება, რა განსხვავება ბრაზსა და გაღიზიანებას შორის. აი მაგალითად, ბუდა ბრაზს ეს ეხსნის რა, რაც ასევე ძალიან მომწონს. ბრაზი გავს მოქმედებას, როდესაც მე ვიღაცაზე გაბრაზებული ვარ, ვიღებ ნაკვერ ჩხალს იმისთვის, რომ ვესროლო ამ ადამიანს, მაგრამ ამ პროცესში მე უფრო ვზიანდები, ვიდრე ის ადამიანი. ანუ ბრაზი არის საკუთარი თავის დასჯა სხვისი ქმედებებისთვის.
თუ ადამიანმა ან მოცემულობა დადგა ისეთი, რაზეც მე კონტროლი არ მაქვს, ან ადამიანებს ვერ ვაძლევ იმის გაკეთების უფლებას, რაც მათი გადმოსახედიდან მართებულია, აქედან გამომდინარე ჩდება ჩემში ობიექტი, ვის გამოც მე მაქვს მიზეზი და საბაბი რომ გავბრაზდე, მაშინვე ჩდება დამნაშავე და ამ დამნაშავეს ვცდილობ რომ ნაკვერჩხალი, გაღუვებული ნაკვერჩხალი ვესრულო, მაგრამ სანამ ვესვრი, მე თვითონ ვიწვევი. და ეხლა არის გაღიზიანება. გაღიზიანებას მე რაც დავაკვირდი, ძალიან დიდი ხანი ხო იმას ვიტყვი თავიდან, რომ ძალიან დიდი ხანი მე ბრაზი და გაღიზიანება ერთი საწყისი მეგონა რა. და თითქმის ერთნაირი გამოხატულება მეგონა, უბრალოდ ცოტა სხვადასხვანაირი სიმძაფრეში იყო სხვაობა, თორე ემოციები და გამოხატულება ერთი მეგონა, რაც რეალურად დღევანდელი გადმოსახედიდან მგონია რომ ერთ და იგივე არ არის, ამას გავაზიარებ. გაღიზიანების დროს თუ მე გულწრფელად შევხედავ საკუთარ თავში რა ხდება, მაშინ მომიწევს თქვა, რომ გაღიზიანება ჩემი მოლოდინების შედეგი არის. რასაც იგივეს ბრაზზე ვერ ვიტყვი. ბრაზი უფრო როგორც წესი შიშიდან მოდის. ანუ ბრაზის საწყისი არის შიში და გაღიზიანების საწყისი არის მოლოდინები. აი მაგალითებს მოვიყვან. როდესაც მე ადამიანის მიმართ რაღაც გაუცნობიერებელი მოლოდინი შევქმენი, რაც როგორც წესი მახასიათებს ადამიანების უმეტესობას, რომელიც არ იცნობს საკუთარ თავს, ეს ქმედებები ძალიან ნორმალური გონია, მაგრამ როგორც წესი მე ყველა ადამიანის მიმართ წინასწარი აზრით შევდივარ ურთიერთობაში, წინასწარი შეხედულებები მაქვს უკვე ადამიანებთან, ეს ჩემი შეყვარებულია, ეს ჩემი მშობელია, ეს ჩემი თანამშრომელია, ეს ჩემი დამსაქმებელია თუ დასაქმებულია, ჩემი მეგობარია და მეგობრობა მე ეგრე ვიცი, რომ ერთმანეთს უნდა გამოვადგეთ, მეგობრობა ეგრე ვიცი, რომ უსიტყვოდ უნდა გავუგოთ ერთმანეთს. ძალიან დიდი ხანი ვიტანჯებოდი მე საერთოდ იმითი, რომ პარტნიორული ურთიერთობები ესე მეგონა, რომ უსიტყვოდ გაგება და უსიტყვოდ მიღება იყო ერთმანეთის. თუ პარტნიორი გიყვარს, მაშინ მას უსიტყვოდ უნდა უგებდე და ეს პატერნები, რაც ცხოვრების განმავლობაში ავიკიდე, თითქოს კითხვას არ ვსვავ რა, ეს ესე უნდა იყოს თუ არა. და ზუსტად ესეთივე გაუცნობიერებელი ქმედებებით შევდივარ ადამიანებთან ურთიერთობაში და ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაუცნობიერებლობა არის ჩემი მოლოდინები. თითქოს ადამიანთან ურთიერთობაში რო შევდივარ, იქ უკვე ჩემი წინასწარი აზრი გამაჩნია, რომ აი ეს ურთიერთობა ესეთი უნდა იყოს, ან მისი ქმედება ესეთი უნდა იყოს. მე როგორც ადამიანი, რომელიც არ ვიცნობ ჩემს ემოციებს და არ ვგრძნობ იმ პასუხისგებლობას, რომ ყველა ემოციას უნდა ვიცნობდე და ჩემი განსაცდელი არის ეს ემოციები, თითქოს სხვაზე გადამოქვს პასუხისგებლობა რა, იმ ადამიანს შეუძლია მოიქცეს ისე, რომ მე არ დამჭირდეს ამ ემოციების აღძვრა და მე განცდა. და დამნაშავეს მე იქვეწებ იმ ადამიანში ვეძებ, ის ადამიანი რომ ოდნავ უკეთესი ყოფილიყო, ან ეს სიტუაცია რომ ოდნავ უკეთესი ყოფილიყო, ჩემში არ აღიძვრებოდა ეს ემოცია და შესაბამისად განცდას არ დამჭირდებოდა. ამიტომ ისევე მთლიანად ამ ადამიანზე გადამოქვს. ამიტომ ესე რომ ვთქვა, რომ ჩემი ეგოცენტრულობით, როდესაც მე მოლოდინი ჩავდე სიტუაციის თუ ადამიანის მიმართ და მე ეს არ გამართლდა, ანუ ჩემი საჭიროება არ დაკმაყოფილდა და ესე იგი ადამიანი ან მოცემულობა, რომელიც ჩემი წარმოდგენებით პასუხისგებელი იყო, რომ ის ჩემი სურვილი თუ საჭიროება დაკმაყოფილებული იყო და ეს არ დაკმაყოფილდა და რაღაცა ჩემი გასაკეთებელი გახდა, ჩემი განსაცდელი გახდა ემოციები, ჩემი გასაკეთებელი გახდა სიტუაცია, ჩემი გასაკეთებელი გახდა ქმედება, მაშინ როდესაც მე წინასწარი ფარული მოლოდინი მქონდა, რომ ამ ადამიანის გასაკეთებელი იყო და ეხა ეს ტვირთი ჩემზე გადმოვიდა, აი ამ ტვირთის განცდა არის გაღიზიანება. მე პარაზიტობ რა ადამიანებზე და მოვლენებზე, რომ მგონია, რომ ვიღაცებმა და რაღაცეებმა ჩემი ყოფა უნდა შეამსუბუქონ. და ცოტ-ცოტა პასუხისგებლობას ყველას ვადებ, აი ჩუმ-ჩუმ პასუხისგებლობას ყველას ვადებ რა. ეს არის ჩემი ინფანტილიზმი, რომ ამ ინფანტილიზმით ადამიანი ცდილობს, რომ გამუდმებით რაღაც პატარ-პატარა პასუხისგებლობები ადამიანებს დააკისროს. რა სახში რომ შევდივარ, განცდა მაქვს, რომ რავი, სახში საჭმელი არ უნდა იყოს, ან რავი, სახლი დალაგებული არ უნდა იყოს. თითქოს ვინმე ვალდებულია რომ ეს გააკეთოს, თითქოს ვინმე ამის პასუხისგებლობა აქვს, რომ ეს გააკეთოს და იმ წამს რაც წამსაც მე ადამიანებში პატარ-პატარა პასუხისგებლობები ჩავდე, იქვე გაჩნდა მოლოდინი და როდესაც ეს ადამიანები არ იწყებენ ჩემი საჭიროებების დაკმაყოფილებას, ან მოცემულობა სამყარო არ იწყებს ჩემი საჭიროებების დაკმაყოფილებას, ჩდება განცდა, რომ ეხლა ეს ჩემი გასაკეთებელია, ესე იგი არა და მე სხვანაირი გეგმები მქონდა. და ეს გეგმების არეულობა იწვევს გაღიზიანებას. ანუ გაღიზიანება არის რომ ჩემი მოლოდინი არ გამართლდა და ვეძებ დამნაშავეს. ეს არის გაღიზიანება. და რა არის ახლა ბრაზი? ბრაზის საწყისი, როგორც ვთქვი, ეს არის შიში. გაღიზიანების საწყისი თუ იყო ის, რომ ჩემი მოლოდინები არ გამართლდა, გაბრაზების საწყისი არის შიში.
თუ მე ბოლომდე გულახდილად და ცნობიერად დავაკვირდები იმ ისტორიებს, რა ისტორიებიც ხდება საკუთარ თავში, და ეს ისტორიები მე რა ემოციებში გადადის, მაშინ მე მომიწევს თქვა, რომ რაღაცა მოვლენა ადამიანის ქმედება, ეს იქნება შეიძლება საავარიო ქმედება, მანქანა ჩამიჭრა წინ და ამან გაბრაზება გამოიწვია, თუ მოულოდნელი ხმა გავიგე, ან მოულოდნელი ფაქტორი მოხდა ჩემ ცხოვრებაში, ან რაღაც წარმოვიდგინე, რომელიც ჩემთვის საშიშია, ამანაც ბრაზი შეიძლება გამოიწვიოს. ადამიანის ქმედებები თუ მოვლენები ჩემში ბრაზს თუ იწვევს, მე მჭირდება დავაკვირდე და ეგეთი ექსპერიმენტი შეგიძლია ჩაატაროთ. რა, რა წამსაც რაღაცა ბრაზი შემოგივათ, პატარა პაუზა აიღე და გადაახვიე ცოტა უკან და დაფიქრდი. ოღონდ ამისთვის ბრუტალური გულწრფელობა დაგჭირდება. რა, გულწრფელობის გარეშე საკუთარი თავის შეცნობა არ ხდება. შესაბამისად, გულწრფელობის გარეშე თუ არ ხდება საკუთარი თავის შეცნობა, ვერ მოხდება ვერანაირი ემოციის განცდა და შეგრძნება რეალურად რა ხდება ჩემს სხეულში თუ თავში. ამიტომ აი, როდესაც რაღაცა ბრაზი შემოგივათ, ეგეთი ექსპერიმენტი შეგიძლია ჩაატაროთ, რომ ცოტათი უკან გადაახვიე და დასვი კითხვა. სანამ ეს ემოცია გაჩნდებოდა, იმ მომენტში, მოკლედ, როდესაც ეს ბრაზი გამძაფრდა, რა ისტორია მოუყევი საკუთარ თავს, რა აზრები გაჩნდა ჩემ თავში. ყველა ემოციის საწყისი აუცილებლად აზრები არის. მაგრამ ჩვენ იმდენად ვართ გართული ყოველდღიურ ცხოვრებაში და იმდენად არ ვართ აქ და ახლა, რომ ეს აზრები როგორ ჩნდება, ამას ვერ ვაფიქსირებთ. ჩვენ პირდაპირ ემოციას განვიცდით. ეს ემოცია პირდაპირ გამძაფრდება, მაშინ განვიცდი და ვიძახი, რომ აი გავბრაზდი, შემეშინდა, მეწყინა, გამიხარდა, შემიყვარდა. მაგრამ რეალურად ეს ემოცია როცა განიცადა, ამას ძალიან ბევრი წინა ეტაპი უდგას წინ. ეს არის აზრის გაჩენა, აზრიდან ისტორიის შექმნა, ისტორიიდან ემოციის დაბადება და ემოციის გაღვივება და მერე სიმძაფრეში განცდა. ამიტომ ჩვენ გვჭირდება რომ ცნობიერად საწყისებს დავუბრუნდეთ. აი, როდესაც ეს ბრაზი შემოვა, დასვი, აბა კითხვა. აი, იმ მომენტში, რა მომენტშიც ეს ბრაზი გაჩნდა, მაქამდე რა აზრები ქონდა თავში, ამ აზრებით რა ისტორია შექმენი. და ამ ისტორიამ რა ემოცია გამოიწვია. და შეიძლება მიხვდე, რომ შენი ისტორია ყოველთვის ჯერ შიშს იწვევს და მერე რომ ჩემში გაჩნდა შიში, ამ შიშის გამომწვევი ადამიანის თუ მოვლენის მიმართ იბადება ბრაზი. იმიტომ რომ შენი ბრალია მე რო შიშს განვიცდი ახლა. და ეს დანაშაული ისევ შენზე გადმომაქვს და შესაბამისად გაბრაზებული ვარ, იმიტომ რომ შემაშინე. გაბრაზებული ვარ, იმიტომ რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ როგორც წესი, იმდენად გაფანტულ მდგომარეობაში ვარსებობთ და იმდენად არ ვართ ცნობიერი ჩვენი აზრების და ემოციების მიმართ, რომ მაშინვე ყველაზე მძაფრი ემოცია, რომელიც არის, იმის იდენტობას ვაკეთებთ რა, იმის ამოცნობას ვახდენთ. ისიც იმიტომ ვახდენთ, რომ ფიზიკურ სხეულში შეგვაწუხა უკვე. შფოთით გამოიხატა, გული აჩქარდა, პულსაცია გაიზარდა. ამიტომ უკვე სხვა გზა აღარ გვაქვს ვამჩნევთ, მაგრამ წინ ძალიან ბევრი ეტაპი გავიარეთ, რომელს მიმართაც არ ვართ ცნობიერები. ეხლა რა შეგვიძლია გავაკეთოთ რა, იმისთვის რომ ბრაზი განვიცადოთ. ძალიან ბევრი სულიერი პრაქტიკები არსებობს, ძალიან ბევრი კოუჩინგი არსებობს, ფსიქოლოგია, რომელიც მიუთითებს ბრაზის გამოშვებაზე. ესეთი პრაქტიკებიც ხო არის რა, არსებობს სპეციალური სივრცეები, სადაც მიდიხარ და რაღაცებს ამტვრევ, რაღაცებს ლეწავ. არის სივრცეები, სადაც დახშულია ხმის გამტარობა და შეგიძლია შეხვიდე და იყვირო, იცინო, ხმამაღლა იძახო სიტყვები. არის ასევე ექსტაზური პრაქტიკები, რომლებიც აი ამ ემოციების ზემოთ ამოტანას ემსახურება და მერე ამისგან განთავისუფლებას ემსახურება. შეიძლება ძალიან კრიტიკულად ჟღერდეს, მაგრამ რახან მე ვსაუბრობ, მჭირდება ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ. ემოციურ დონეზე თუ ადამიანი მგრძნობიარია თავისი ემოციების მიმართ და ენერგიის მიმართ, რაც მის გარშემო ხდება, მაშინ აუცილებლად შეამჩნევს, რომ ნებისმიერი ექსტაზური პრაქტიკები, აი ეს სივრცეები, სადაც ყვირილი დალეწვა შეგიძლია, სადაც მოქმედებით და მოძრაობით შეგიძლია, რომ აი ეს პატარა ჩემში არსებული სიველურე გარეთ გამოვიტანო, გაბრაზება, მრისხანება, შურისძიება გარეთ გამოვიტანო. თითქოს მე იმ მომენტში კი მაქვს განცდა, რომ რაღაცა ჩემში შავი ენერგია ამოვიდა და ამისგან თავისუფლდები, დაგროვილი ენერგიები დუხს და აი ამ ექსტაზური პრაქტიკებით მე გარეთ გამომაქვს და ამისგან თავისუფლდები. მაგრამ აი კიდევ ერთხელ ვიძახი, ვისაც აი ამ ენერგიას შეგრძნების უნარი გააჩნია და ენერგიას არ გულისხმობ, რომ მაინდა-მაინც გარეთ არსებული ენერგია, არა, საკუთარი თავში არსებული ენერგიას გულისხმობ რა. მაშინ გვჭირდება ვთქვათ, რომ ეს არ არის განთავისუფლების გზა რა. შერერთი, იმიტომ რომ ეს ბრაზი გარედან არ შემოსულა. ჩემში აღიძრა, როგორც ისტორია მოუყევი საკუთარ თავს და ამ ისტორიამ ემოცია დაბადა და
და ეს ამ ემოციის ვერ განცდამ თავის დროზე, დაგროვება გამოიწვია და ეხა ეს მევე მაწუხებს, იმიტომ რომ მევე დავიგროვე ეს ემოციები. ეს იმას ბრალეულობა არის, ან საკუთარი თავის ბრალეულობა, რომ მე დავიგროვე. უბრალოდ არ მქონდა მაშინ იმდენი ცნობიერება და არ მქონდა იმდენი მითითებები თუ სწავლებები თუ ხელმძღვანელობა მაღალი ძალისგან, რომ ეს ყველაფერი განმეცადა. უბრალოდ არ ვიცოდი. და ეხლა რახან დაგროვდა, მე თითქოს აი ამ ჩემში დაგროვილ ნაგავს გავარ და გარეთ გარემოში ვისვრი რა. და ამ გარემოში ისევ მე ვცხოვრობ. კიდევ ერთხელ გავიხსენებ ქრისტეს სწავლებას, რომელიც იძახის, რომ შენში რაც შემოდის, ის არ იქნება დამაზიანებელი. შენგან რაც გადის და შენი პირიდან რაც ამოდის, ეს შეიძლება იყოს დამაზიანებელი. ამიტომ ძალიან საფრთხილოა და ძალიან საყურადღებოა ის რა მოდის ჩემგან. რადგან მე გარემოსგან ის არ მიმიღია, რასაც მე გარემოს ვაძლევ. შესაბამისად, მე გარემოს შემიძლია ის მივცე, ისი დაბრუნება შემიძლია, ხო? რაც გარემოს ჩემგან არ მოუწია, მე იმას ვერ დავუბრუნებ. პარაზიტობაა რაღაც მხრივ რა. კი, ეს ბუნება მაგიტომ მომეცა, რომ ამ ბუნებაში ჩემი რეალიზაცია მოხდეს, ჩემი რაღაც დაგროვილი ნაწილების ამოღება მოხდეს, მაგრამ მე ამას ვიძახი, თუ ადამიანი გამუდმებით ეძლევა აი ამ პრაქტიკებს, რომლებიც განთავისუფლების სახელით არის ცნობილი, მაგრამ სინამდვილეში აი ეს სამყარო და ეს ჰაერი და ეს სიცოცხლის უნარიანობა, რასაც ვსუნთქავთ, აღმოჩნდება, რომ ერთი დიდი სანაგვია, სადაც ეს ადამიანები უყრით აი ამ ემოციებს, უყრით აი ამ განუცდელ შეგრძნებებს და აი ამ ტრაუმებს. რაც პასუხისგებლობის გაქცევა რაღაც მხრივ, რადგან შეიძლება მე ექსტაზური პრაქტიკა გამოვიყენო მაშინ, როდესაც ძალიან დასაწყისში ვარ, ჩემი სხეულის შეცნობაში და ჩემი ემოციების შეცნობაში და ეს დამეხმაროს, რომ უბრალოდ აღმოვაჩინო, რომ სხეულშიც თურმე რაღაც შეგრძნებები ინახება და რაღაც პატარა ნაბიჯით ხელი წამკრას, რომ გამოვიღვიძო ჩემი შეგრძნებების და ემოციების მიმართ და ეს აი თითქოს როგორც მანქანას ზოგჯერ ჭირდება ხელის წაკვრა იმისთვის, რომ დაიქოქოს, მეც შეიძლება დამჭირდეს ეს ექსტაზური პრაქტიკები და ეს სივრცეები, სადაც ამ ყველაფერს ამოვიღებ, რომ რაღაც ურთიერთობა დავიწყო საკუთარ თავთან, მაგრამ მე ამ ყველაფერს საუბრობ მაშინ, როდესაც თითქოს ესეც რაღაც გაუთავებელი ციკლი ხდება, რომ ადამიანი გამუდმებით აი ამ პრაქტიკებში არის, გამუდმებით აი ამ ექსტაზს ეძებს, გამუდმებით ამ განთავისუფლებას ეძებს და მე მომხმარებლები ვხდებით რა ამ სამყაროსი, აი ამ ენერგიის და აი ამ ჰაერის მომხმარებლები ვხდებით, რომ თითქოს აი ეს სივრცე არის იმისთვის, რომ მე ჩემი აი ეს სიშავი ამოვიღო და ეგ გავაბნიო და რეალურად არც არაფერი ამოსაღები, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ჩემში გაჩნდა და თუ მე შევძლებ იმას, რომ ვიყო ოდნავ იმაზე ცნობიერი, ვიდრე დღეს ვარ, შესაბამისად მომიწევს მაშინ დავაკვირდე ჩემს აზრებს, რა აზრებია, სადგან იცდება ეს აზრები, რა ისტორიებს ყვები საკუთარი თავის მიმართ და როგორ ხდება ამ ისტორიიდან ემოციაში გარდაქმნა და მე ამ ემოციებს როგორ განვიცდი. ამისთვის ერთ პრაქტიკას გაგიზიარებთ რა. როდესაც რა წამსაც ემოციის ან ისტორიის დაფიქსირება მოხდება, აი სიტყვაზე, რა ვიცი, მანქანას ატარებ და ყურადღება გაგეფანტა წარსულში ან მომავალში, რაც აუცილებლად გარდაიქმნება, ერთ აზრს ვერ დაკმაყოფილდები და აუცილებლად გარდაიქმნება რაღაც ისტორია. შეიძლება აღმოაჩინო, რომ წარსულიდან ან მომავალიდან შენ თავს რაღაც ისტორიას უყვები. ეს ისტორია აუცილებლად იმდენად გამძაფრდება და იმდენად ჩამთრევი გახდება ეს ისტორია, რომ დამაჯერებელი გახდება. და ეს ამ ისტორიას როგორც კი დაიჯერებ, მაშინვე გადავა ემოციაში. და ამ ემოციას შეიძლება შფოთის, ანერვიულების, გახარების, რაღაც სხვადასხვა ემოციაში გააჩნია რა ისტორიას უყვები მოკლედ. რა შეიძლება რაღაც სხვადასხვა ისტორიაში გადავიდეს. სხვადასხვა ისტორია სხვადასხვა ემოციაში გადავა. ხო და რა წამსაც დააფიქსირებ ემოციას, ნუ გადადებ ამ ემოციასთან დარჩენას, ამ ემოციაში ჩაღრმავებას, ამ ემოციის განცდას ნუ გადადებ, იმიტომ რომ როგორც წესი ადამიანებს გვჩვევია მერეზე გადადება. ეს არა მარტო საქმეების, ან პასუხისგებლობის გადადება არის, არამედ რაღაცა ემოცია შენში რო შემოვა, ან რაღაც ფიქრი რო შემოვა, მე ბევრჯერ მithქვია, რომ აი ეხა ეს ფიქრი დავაფიქსირე, ეს ემოცია დავაფიქსირე და ის სახლში რომ მივალ, ამას კარგად ჩაუჯდები მედიტაციური პრაქტიკის დროს, ამას ჩაუჯდები და განვიცდი. მაგრამ სახლში რომ მიდიხარ, იქ უკვე სხვა ისტორიები არის, უკვე სხვა ემოციები არის, ეს არავის აღარ ახსოვს. და ესე მე იმდენი წელი, რამდენი წელსაც ვარ, რეალურად ზოგჯერ არ ცოდნის გამო, ზოგჯერ პასუხისგებლობის ვერაღების გამო, ზოგჯერ ჩემი უგუნურების გამო, ყოველთვის გადადებაში ვარ. მაგრამ თუ მე პასუხისგებლობას ვიღებ იმაზე, რომ ჩემი ემოციები განვიცადო, მაშინ მომიწევს რომ ვიყო ცნობიერი
იმ სპონტანური ისტორიების და ემოციების მიმართ, რაც ჩემს კონტროლს მიღმა არის, მაგრამ გამუდმებით იბადება, როგორც ემოციები, ისევე შესაბამისად ისტორიებიც. მაგრამ მე რაც შემიძლია გავაკეთო, ეს არის, რომ აი რა წამსაც დავაფიქსირებ, რომ ჩემში არსებობს ეს ისტორიები და გაჩნდა უკვე ემოცია, შევწყვიტო ის ყველანაირი ქმედება, რასაც იმ მომენტში ვაკეთებ, ზუსტად 2 წუთი, 3 წუთი განვარტოვდე და დავსვა კითხვა. რა ისტორიას უყვები საკუთარ თავს? ეს ისტორია რა ემოციას იწვევს? ეს ემოცია სხეულის რომელ ორგანოში განიცდება, რომელ წერტილში განიცდება? და მესამე შემაჯამებელი კითხვა. ეს ისტორიები და ეს ემოციები ფაქტია? როგორც წესი ადამიანს არ შეუძლია ფაქტებით ხელმძღვანელობა. აი ეს სიბრაზეები, გაღიზიანებები, რაზეც ამდენი ხანი ვსაუბრობ, ეს რეალურად ფაქტი არ არის. ეს ემოცია იმ ბრაზი, ეს ემოცია გაღიზიანება იმიტომ გაჩნდა, რომ ჩემი რწმენა წარმოდგენებით, აღქმებით, შეხედულებებით ესე უნდა მომხდარიყო რა. ეს ისტორია მოუყევი, რა აღქმაც მაქვს სამყაროს მიმართ, ადამიანების მიმართ, შესაბამისი ისტორია მოუყევი. შესაბამისი პასუხისგებლობა დავაკისრე ადამიანებს და მე რო არ გააკეთეს, გაღიზიანებაში გადავიდა. ჩემში რა აღქმებიც არსებობს, რა პატერნები და შეხედულებებიც აღქმებობს და რა აზრთა სისტემაც არსებობს, ხო? ზუსტად იგივენაირად აღვიქავ გარშემოყოფი ადამიანების სიტყვებს, ქმედებებს თუ მოცემულობას, რომ შეიძლება საფრთხე დაემუქროს ჩემს ცხოვრებას, ან ჩემს დაგეგმილ მოვლენებს, ან ჩემს შეხედულებებს და შესაბამისად ეს შიში მერე ბრაზში გადადის იმ ობიექტის მიმართ, ვინც საფრთხით დაემუქრა ჩემს წარმოდგენებს. ხო და იმის მაგივრად, რომ მე გამუდმებით რაღაც პრაქტიკებში ვიყო, რომ ექსტაზი ვეძიო და რაღაც პრაქტიკებში ვიყო, რომ ჩემი მოქმედებებით, ფიზიკური დახარჯვით ეს ყველაფერი ამოვიდეს სიღრმეზე და მე გავთავისუფლე, ამის მაგივრად მე უფრო სიღრმეში მჭირდება რა ძიება დავიწყო. და ეს ძიება რეალურად ყველაზე დიდი პასუხისგებლობა, რაც თითოეულ ადამიანს შეუძლია აიღოს, რომ ის კი არა რომ მე ვიგროვებ და მე რაღაც პრაქტიკების ხარჯზე ამოვიღო ეს ყველაფერი. არამედ ჩვენ სხეულს ისევე როგორც გონებას უზარმაზარი რესურსი გააჩნია, რომ უკვე დაგროვილი ემოციებით სხეულში თუ ტრამვები, რასაც ჩვენ ტრამვებს ვეძახით, ის ისედაც თავისებურად გადაამუშავოს და განიკურნოს თავისივე რესურსებით. ერთადერთი ჩვენ რაც გვჭირდება, ის არის რომ ხელი არ შეუშალოთ.